გავიგზავნეთ მთელი ბაზრის დეველოპერების საკონტაქტო ინფორმაცია რამდენიმე ზარში. კი ბატონო. კარგად მახსოვს ეგ პერიოდი, ესე იგი, გამომდინარე იქიდან რომ კონტაქტები რა თქმა უნდა გქონდა მთელი ქალაქის, თუმცა ცოტა დეველოპერები იყო მიუწვდომელ ნაწილში, იმიტომ რომ back office-ის ნაწილი იყო და მაინც მენეჯერები იყო პირველ პლანზე და მათთან მქონდა კომუნიკაცია, მაგრამ კარგად მახსოვს, გამოვიდა ლარიზაციის კანონი, რომელიც გულისხმობდა რომ ბანერებზე არ უნდა ყოფილიყო დოლარში გამოჭიმული, ესე ვთქვათ, რეკლამები და უნდა ყოფილიყო ლარში მითითებული აუცილებლად და მოკლედ ყველას უნდა აეღო ეს ბანერები აბსოლუტურად და ეხა ბანერი იყო ერთ-ერთი საშუალება რომ იმ დეველოპერთან კონტაქტზე გასულიყავი. აქედან გამომდინარე, მოკლედ დავიწყეთ შემდგომი ფორმატი, რომ გადავახარისხეთ პროექტები, რომელიც ჩვენთვის საინტერესო იყო. და ბანერებზე მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე ურეკავთ მენეჯერებს და ვეუბნებით, რომ ლარიზაციის კანონთან დაკავშირებით გიკავშირდებით, მოკლედ რაღაცა მითითებები მინდა რომ მოგცეთ, აუცილებლად საჭირო არის ყველა ვარიანტში გავესაუბროთ ხელმძღვანელობაზე და გვეკავშირეთ დეველოპერი თუ შეიძლება. ეს იმდენად მკაცრი ტონით იყო ნათქვამი, რომ აბსოლუტურად ყველა მენეჯერს არც კი უფიქრია, რომ მოდი აი თქვენზე დეტალურად მოგვაწოდეთ ან კონკრეტულად დაგვისახელეთ, საიდან გვირეკავთ და შემდგომ რომ მეთქვათ, ან დაეზუსტებინათ და არც კი გვეკითხებოდნენ და ყველაფერს იმდენ სწრაფად გვაწვდიდნენ დეველოპერებს ნომრებს. ეს იყო ის დეველოპერები, რომელსაც ფაქტობრივად კონტაქტზე არ გამოდიოდა, იმიტომ რომ პირველ პლანზე მენეჯერი ყავდა და ეზარებოდა ხოლმე რა ის პერიოდი კარგად მახსოვს, ახალი ტენდენცია იყო ის, რაც ჩვენ ვიწყებდით საერთოდ ამ ნაწილზეც მინდა რომ ვისაუბროთ მე და შენ აი რამდენად ისეთი იყო სიახლე იყო ბაზრისთვის და დეველოპერებისთვის განსაკუთრებით, იმიტომ რომ როდესაც ვურეკავდით და ვეუბნებოდით რომ თანამშრომლობასთან დაკავშირებით გვინდა რომ გაგესაუბრო, პირველად მახსოვს რეაქცია რო ქონდათ რომ მოდი მენეჯერთან გაისაუბრე და მე გადავწყვეტ და